გაზაფხულია, მაისია აყვავილება, რიტმი სიცოცხლის ქვალოჩი ფეთქავ. მჩქეფა რეთვია გაზაფხულისა და თავს ვერ ვძლიე, სიტყვა არ მეთქვა. დღეს გაზაფხული იქაც ყვავის, სისხლის ყივილმა მიხმო ადრიან. აქ უცხოეთში ზარვით მამცნო წლები უმისოდ როგორ გადიან. მეჩურჩულება ქვა ღორღი ხევი, վել მინდორ ბორცვი ტყეო ბოლეთის. სალოცავები ჩემი მთაბარის და გაჭენება შარაზე ცხენის. მინდორში ცელით მოჭრილი ჭელი, გზად ორღობეში გვიანი მეხრე, ცადაზიდული მესხეთის მთები, ბავშვის ოცნება 9 ჯერვე მეცხრე და ისტორიის თავშესაფარი, დარნები ჩვენი რწმენის საუნჯე, წვერის წყაროზე წყალზე ამბორი გაგრილებული გულის საგულეს, მტკვარი ქალწული ნაწინაპრალი, წყალი ანკარა სუფთა კოპწია, ქროლვა ჭენება თავქვედ აღმართი თაობათაცვლის ზუსტი მოწმია, მტკვრის პირს ტერასა დავენახები, ჩვენი სიძველის დგას მეციხოვნედ, შენს ისტორიას შინ მოუსვლელთა ვერა და ვერა ვერ დავიშორებ, სკოლა და ბაღი, მზე მწველი ცხელი, გზაყვალის მნათი ხვალინდელ დღეთა, დედა მრავალი შვილის გამზრდელი წინამორბედი ერთა და ბერთა. დღეს ისტორია თავისას დაწერს, ჩვენ ლომის წილი აქაც გურგებია, მშობელო ჩემო, შენს მოდარაჯეს, სისხლის ყივილი ამჩემებია.
არც კი ვიცი ეს ვისთვის როდის დაიწყო. ჩემთვის 15 წლის წინ. სხვისთვის უფრო ადრე, ვისთვის უფრო გვიან. შევეჭიდეთ ემიგრანტობის მძიმე უღელს, სამშობლოდან ვარდის ფერფერებში მოხატულს, რეალობაში კი სავსებით განსხვავებულს. ვისაც ემიგრანტობის წლები უგემია, დამეთანხმება რაოდენ რთულია სხვა ქვეყანაში, სხვა მენტალიტეტს, ცხოვრების განსხვავებულ სტილს, უცხო ენას და 1000 ბარიერს მორგება. ქრისტიანობის წმინდა ტაძარში ელადაში მოვიშუშეთ უამრავი პირობებით გამოწვეული ტკივილები, ვისთვის პირადული, ვისთვის ეკონომიური, ვისთვის პოლიტიკური. ძირითადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიურმა სიდუხჭირემ გაფანტა ჩვენი თვისიშვილები უცხოეთის სხვადასხვა მხარეს, რათა უამრავი აკანკალებული შიშველი ხელი დაეპურებინა და შვებით ესუნთქა. არაერთი მცირეერი აღიგავა პირისაგან მიწისა. ჩვენმა მცირეერმა კი შეძლო თვითდამკვიდრება მსოფლიო ხალხებს შორის. აქ, ამ კურთხეულ მიწაზე, თითოეული ჩვენთაგანი ჩვენებურად ვცდილობთ ჩვენი მძიმე უღელის ზიდვას. ვინ შემეცნებით საგანმანათლებლო, ვინ ფოლკლორული, ვინ სამეცნიერო, რამე თუ თითოეულ ჩვენთაგანზე ბევრია დამოკიდებული, გავშალოთ ქართული კულტურული სინამდვილე დაღირებულებები ბერძნულ მიწაზე, რა სფეროსაც არ უნდა ვამსახურებოდეთ. მიუხედავად უმრავლესობის ფიზიკური შრომისა, უცხოელები გაოცებულნი არიან ჩვენი შრომის უნარიანობით, ინტელექტით, ცოდნა განათლებით. ჩვენ შევძელით ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს წარმოჩენა. საბერძნეთი ის იშვიათი სახელმწიფოა სხვა ქვეყნებს შორის, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა ქართული წირვა ლოცვა ჩვენს მშობლიურ ენაზე, ქართულად აღვავლინოთ. მახსოვს ეს პირველად 2000 წელს აღსრულდა. ალბათ 10 წლის შემდეგ დიდი მცდელობის შედეგია, რომ ყოველ პირველ კვირას ათენის ყველაზე გრანდიოზულ აგიო პანდელეიმონის ტაძარში ქართულად ვლოცულობთ. ჩვენი სერი ვართ, ვინც სხვაგვარად, ძალიან მტკივნეულად განიცდის ჩვენი სამშობლოდან, ჩვენი ოჯახებიდან შორს ყოფნას. ჩვენი სერი ვართ, ვისაც უბით ან ფეხთით დააქვთ ერთი მუჭა ქართული მიწა უცხოეთში, არადრომ დააბიჯებდეს. ან იმის შიშით, სადმე არ მოგვისწროს სიკვდილმა, გულზე ქართული მიწა რომ მოგვიფინოს. უსასრულო არაფერია. ადრე თუ გვიან დასრულდება ემიგრანტობის ესავალი გზაც. ათეულწლობით თვითნაგვემ ხორცსა და სულს ჩავიტანთ ჩვენს მამულში ღირსეულად და მაშინ აღსრულდება დიდი ილიას სიტყვები. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე? რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას და რას მეტყვის იგი მე? ჯერა რომ ჩვენ ღირსეულად ვეტყვით ჩვენ სათქმელს აქაც და იქაც. უფალი იყოს ყველა ჩვენთაგანის მფარველი. სექტემბერია. ჩვენ ყველანი ერთად რესტორან გიროსმანში ვზეიმოთ ამ შესანიშნავ დღეს, ემიგრანტი ხიზაბაველის დღეს. სისხლის ყივილი ამჩენებია.
გილოცავთ მეგობრებო ამ დღეს.
ჩატარებული იყოს ეს დღე. რამე თუ ჩვენი შეკრება დღევანდელი თვალიდელი დღის ისტორიის კუთვნილება იქნება და აბა შემიცი როგორ და რა დონეზე მოეფერები იმ ჩვენს მშობლიურ სოფელს და მსოფლიოში გაფანტულ ხიზაბავრელ ემიგრანტებს. ყველას და ყველას ჩვენ სიდუხჭირე მყარი გაგვიხსნა და თელ სამყაროს მოგდო დარდება და მენანებას ვენ ქართული ხომიწებზე მიმოსაბნებად შენგენაცვალე აბა შემიცი როგორ საუბრობთ აბა ჩემო რამაზო განასოფლელებო ჩემო დაიგოებო ჩემო სიხარულის ხალხო ეს ვისით რაზეც ვარ შეკრებილები დიდი მოლოდინით ამიტომ ვეგან სმენა ერთი მეორე თანადგომით ვიყეთ მსვლელობას აი ჩიქითენები და ღმერთის უფლის იდების საგრძელო შემოთავაზა შემოჯერფასო ხალხო ვიდევა უფალს რომ მოგვავლინა ქვეყანაზე შესაძლოა უფლის საგრძელო მე ვიდა ამტიკი მშვიდობის საგრძელო შემოთავაზა. გავიგეთ მშვიდობის პასი რაც არის, ხო? და მშვიდობა ყოფილიყოს კაცობრიობას. ეს პლანეტაზე. და თუ არა მშვიდობა დღეს ამას ხო ვერ მოვახერხებთ, არა? აი დღევანდელ თავს თვითონული ჩვენთაგანის თავშეყრება. ყოფილიყოს მშვიდობა კაცობრიობაზე. მივიღოთ ეს ლამაზ საგრძელო. მშვიდობის ფასი ვიცით, რადგან ჩვენი სამშობლო არის ბევრ ნახადი. თუ გაჭირება არ გინახავს დამცინების ფას ვერ გაიგებო, მაგრამ ჩვენ რადგან ქართველები ვართ, რადგან ხიზაბავრელები ვართ, კარგად ვიცით რას ნიშნავს სიტყვას მშვიდობა. იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ბევრი სისხლის, ღურის და ჭირთათმენის შემდეგ. ამიტომ მშვიდობას ყველას, მშვიდობას და მშვიდობას და რა ვიცი, მათ არის ვირუს ვეგაცმენთ თუ გესიამოვნებათ, მაგრამ მინდა მოკლედ თქვა, მაგრამ არ მაძლევს ჩემი შინაგანი სული თქვა ეს მოკლედ, რაც გრძელ ისტორიას მოიცავს ჩემსას. და მამაცვალე, ხდი? გორგვითა და კირილით ისე ცოტა იხმარდა, ბგე. გორგვითა და კირილით გადაგორებული ღამის მურანიდან ვერ გამოვერკვი. თვალები და სახე ალავარნი გასიებული მქონდა სიცხიანი ბავშვი. დარმუხლიდან და იდაყვიდან სისხლი გამდიოდა. დედა ფილად მწვენდა და თან კირილი მერიდებოდა. მამას რომ არ გაეგო ჩემი სიცეცხლის და მატრაკვეცობის ამბავი. აი შედეგიც მივიღე. ოსკლეთილი დავეცი ჩემი ორღობის ჩასავალ თავდაღმართი. აი ასეთი ცელი და ონავარი დამბადა ჩემმა სამშობლომ. სახელად მათებიჭის კი დამარქვეს უღად. ჩემი ლამაზი სოფლის და ხალხის მადლიდან დამყვება. იქ განცდილი ტკივილის კი მენატრება. ჩემს მოგონებაში ირევა ძველი და ახალი თაობის მოგონებანი და ოცნებებს თაქესმული დავდივარ ისევ მან, ჩემო ხიზაბავრა. რამდენ ტეხარბევას გადარჩენილო, რამდენ ჭირვარამ ნახადო ჩემო მესხებ ჯავახეთო. რით დავიწყო საქმელი და ვერთგული, ჩემო პატარავ და უდიდესო. ჩვენი ძველიო და ბანიანი სახლები დღესაც ხომ ახსენებს უცხოდ მხილველს და ახალ თაობას, რომ ეს ისტორიის ქმნილება, ეს ჩვენი დიდი ჭირთათმენისა და ვერ გატეხის სიმბოლოა. მიამაყება და თანმენანება შენი წარსული. 300 წლიანი მონობისა და თურქიანობის შემდეგ კვლავ შემორჩა ქართული ირე ამ ნანაოდას, რომ დედები კვლავ ზრდიან შვილებს.
კვლავ ქართული ტიტინით იწყებენ ლაპარაკს. წინათ მალი, კრძალი, მტრისგან შეუცნევლად და კიდევ ვინ იცის რამდენი რამის გამო ვერ ვედავდნენ მშობლიურ გათქმამაღლა ლაპარაკსაც კი. დევგმირების მშობელო მხარებ, ჩემო მესხეთო, წვავდნენ, კახდნენ, კვლავ აგებთ, ქვას-ქვასეს დებდით და მრავლდებოდით. იყავით სიმბოლომი სიძლიერის, სამშობლოს უსაზღრო სიყვარულისა. ზურგი არ გიდრეკიათ არანაირი გასაცდელისთვის. ხილად, აქ ძველი ნასახლარებია. ხილად, აქ ჩემი მამაპაპის უმანკო სხეულებია მარადისობაში გარდასული, ანუ დამარხული. ეს ჩანესმის და მახსენდეს, რომ ხილად უნდა ვიყო, ხილად. კვლავ აქაც ემიგრანტულ განსაცდელის ჟამს. აი ეს მაძლევს ძალას, მამხნევებს და ისევ იმ სიცოცხლით განმაწყობს ხოლმე, რაც შესავარში ავღუს. შენი ჯუქი და ნათელი დამკვება წვდიანიც კი. შენი სიწმინდე მახურავს ამცობრივ სავსე სამყაროში. შენი წარკალის ციხასხაზე და გერგილი მიგია ფერფქვებს, თუ კი ეკალია სავალი. შენი განპირვალი ნიავი მესალმუნება სახეზეც, როცა ქარიშხალია, ან თაკარავზე. შენი ხმა ჩამესმის სიჩუმესაც. ამ ზღვის წვრინვაში ჩემი მყარი ჩქებს. ყვავით კრებადი ჩემი კორდის და მინდვრის ყვავილები ინაზება. თავბრუდამხევ ტანგოში ურმული მესმის. ამ გიმილში ჩემი სოვნაელას და ჩემს წრემში შენი ტკივილია ჩემო ხიზაბავრა და მთლიანად საქართველო. ამათ სილაღით ნებიერ სასახლეში ჩემი ოდაგვირს. აქ დალაღებულ ადამიანებში ჩემ ტანჯულ ხალხს ხედავს. ამათ მუსიკის ანგებს ჩემი ხალხის ხმეს ამოსდებდა. მე თამაშობ დროს თაგუნას გულა ლომისას. რამე თუ არ ხმხდარია. სუსტი და უმთავრესი ქართველია. ეს მკეჯნის, ეს მაწვანებს, ეს დალოქვილი ქართული სიამაყე. და კიდევ ბევრ რამეს საფრთხეს უხდები, რასაც ჩემი მეგუია. მე კვლავ გახსნილი მხრებით უნდა შევავიდე ჩემს სამშობლოს. და ხალხი კვლავ უნდა გავყვე ქართული ცხოვრების რიცხვს. აქ ბევრი ვართ ემიგრანტები. ყოველი ჩვენი ოქრა ალბათ მერთან მიდის. ვეწებით მონობის უღელს და კვლავ არ ხდება. ჯერა მონობით აღებული ყოველი ცენტი კვლავ აერთება ძველ კერაზე ქართულად ცეცხლი. ყოველი აღდიუნი ვითარია და ვით გადაგორებულ კიდევ ერთ დღესაც. დღეს რომელიც გავს საუჯს. უცხო ენა, უცხო კანონები და ყველაფერი უცხო. აქ ყველა ჩვენგანი ერთმა ტკივილმა და სიხარულმა, ერთმა გიჩმა და არ გადაგირჩევამ გაგვაერთიანა. აქ ბევრი ჩვენგანი ხიზაბავრის შვილები ვართ და მინდა ვიყვირო, რომ ეს ხმა შენამდე მოიტანოს მთების ექო. მთები, რომლებიც ასე ძალიან გვანან, ასე ძალიან მაგონებს ჩემს სოფელს. აი ეს ქვებიც, ეს ხრიოკის ერებიც, თუმ ჩემთვის მარადმწვანე დარჩება მუდამ. ისტორიით ორივე ქვეყანას გვაქვს ბევრი საერთო. ჩემო ხიზაბავრა, დღიარ გავა, რომ არ მოგიხმოთ ერთით და ოხრით. ათენის მთების როგორ გვანან, მთებით და ბორცვით. სუყველა როგორ შევაჯერო არ ჩემი ბოღმით. მართლა დაგტოვე ჩემო კერა, მაინც ჩემთან სიზმრით ბოდი. ეს მეოცნები წელკი გოგონას ფიქრია. გამოვიღვიძე, გამოვეყვიე, სიზმარი იყო რაც გიახდე, მაგრამ სადაც გამჭირ გაცდი. კიდევ მეძინება და კვლავების ვიფხიზნე. არ ვიცემ ჩემს სხეულს დაღლისა და მოდუნების ნებას. ამ ჩემს პატარა ტანით უნდა ვზიდო კიანკელის ხვედრით ვირთი. კვლავზის დავარქმე უცხოობაში გატარებულ ყოველ დღეს. მალე ის ალიონის დადგება, როცა გადავხედავ ჩემს ჭაღარა კავკასს. მოღალატე, უმადური შვილი, სულით ხორცამდე დაღლიდა ხალხს. მაშინ კვლავ აუქვითინდები ხმამაღლად, როგორც შესაბამში დახატული პატარას. მაშინ გაჩვენებ დედიკო იარებს გულზეც რომახს. მაშინ გიამბობ ჩემო კანკაკაცაო, რომ ქართველობის გვირგვინი ურცხენლად მედგა. მაშინ მომწმიდე წრემლი ჩემო ანკარა წყარო. მაშინ გამიპენდე ნაზონიაო დათოვლილი თმები. მაშინ გამიშალე გული და ეს ღარები, რომელიც ვექრული ქართველობის წყალობით მერყო. ხან განსაცდელი გაუყვეველთ მithავს. ვეღარ გავიგე ქართველობა მადლია თუ სასჯენი მეთქი. თქვენ რომ ხედავთ, ჩემნო სამშობლოდან აყრილნო დებო და ძმებო. რამდენი და ათი და ათასებია ჩვენს გარდა. თითოეული მათგანი ხომ დავატარეთ ქართულ ცეცხლს. და ბოლოს ვიყვი ხოლმე, რომ ვალდებულება და დიდი ვალია მეთქი. ვალი ქართველების, იმ თავდადებული გვირებისა და წინაპრების წინაშე, რომლებმაც მაგალითი დაგვიდეს თავდადებული
მინდა ეს ჩვენი ხმა მივაწმინოთ ერთად ჩვენს გიზაბავრას. ხო ყველას ერთად. რომ ზეინია მონობათთან ხინია გლოვად. რომ გაიმეორე, რომ ზეინია მონობათ. გაიმეორე და ხინია გლოვად. რადგან გვარდია გვირგვინი შენი შუქურისა. რადგან გვარდია გვირგვინი შენი შუქურისა. აი დაიწყო. გამოჩნდა. ეს ტერასებია. აი იქ მაღლა რომ მოჩას, განების თავზე ჩემი სოფელია. ცოტასა გამოჩნდება გიზაბავლა. ზარღვებში სისხლი მტვრის სისწრაფით მიჩქებს. ცოტაც კიდევ და მივა. ტრანსპორტიდან გადავხტები და ფეხით ავაგობ სავალ გზას. იქნებ კიდევ მეჩხვლიტოს ეკალი ფეხში, რაც გააღვიძებ ზვავ-ფურტოლვარ ჩემში. თვრიან ბალახმა კვლავ დამნავთ და კვლავ ვიმღერო ჩემი პირველი ლაღის სიმღერა დივლიდი. აი ამოცნება ცხადი რომ ერქმევა. სულ მოუქმელა დავლებ პესმით ცივ წყაროს და თუნდ მაშინ დავასრულო კიდეც წუთისოფის სავალი გზა არ ვინაღლებდი რომ სიზმრიდან მარადი უძილში გარდამენახლა. რამე თუ მე ჩამიგუტებს ჩემი მიწა ნანატი სურნელი მყრისა და ნეშისა და კვლავ ავხდები რადგან უყალოდ არაფერი არ იკარგება. ჩვენ დავიბადეთ აშკილის რაიონის სოფელ გიზაბავრაში. აი ეს გვაწერია შუქი ყველა ჩვენი. ასე რომ აქ განვლილი გზა მართლაც სიზმარია. ისურვებთ მალე გამოგვიძება ჩვენ სამშობლოში და გველის კიდეც გულს ნუ გაიფეს. ახლოს ვარ შენთან ჩემო სოფელო. ავის და კარგის მნახველო ჩემო. შენი ვარ მახსოვს არ გადავშენი. ჩემი ხარ ჩემო ოცნება წრფელო. Antigit, Revandili, Sakalvatini NATO, Sarmoska Amaza, Idevina Tiki, Sabjazelo, this is what Tekrevi Mevina Revandili, Ari, so Isabel, What nothing is about nothing is there. Mami is about nothing is about the Dinara, the Mama is about it. I am a lama, Very time the devil is up to something. Shamout, Shamout Pascal. Nada, Dalbaden, Dalbaden. I am so pleased. Ubralo Kenji. Vitis patara, Godis is Ramos. Samasliani, Mono Sogerbe. I am Didabul Masapelma. Tavisi, Lelo, Tavisi, what Lomistini that the Sapatelo Giron dress, Meski Java Hechi, Cartu Dialog with Sauba. Maybe I am a Lama, the subject of the Shamatawa, Shamu Lama, the in Uzeres. Vijaos Haidan, Darsham is of the Aman, Yamadama the Safa. ასეთი ადამიანები გამურას მაპონებენ საუთარგლოს და
რა გადამხდა თავს. ვიდა გაურებასთან დაკავშირებით. ვიღარ არ მოვდივარ სამუშაოდან რუკეთის პლაკეტია და გამოვიარე ლაიკო ლახიო 4 მილიონი. დავიდი ჩემი მოვიდა 4 მილიონი. ბრავო, ბალადე. ხო და აღიღეს 4 მილიონი რაღაცა დაიწერენ ალბათ აქ 3 მილიონი გამატანეს ხო და ეგრევე გავიქენცი ხიზაბავრაში. ამედი ხიზაბავრაში. ალი გაუკეთებს და გაუკეთებს. ყველაფერი გავაკეთე. ყველაფერი გავაკეთე და არ ყოფნის ეს 3 მილიონი. მაინც არ ყოფნის. გამოვედი გავხდი ჩემ სადაც უნდა ჩავიდე და გავედი სადღაცაც. ვიდახარ სადაა რა მინდა. ჩემ ფიქრები ხიზაბავრაში ვარ. ვიცინი ამაზე მოვბრუნდი უკან მოვბრუნდი საფრთხე სადაც მივდივართ ხოლმე ჩვენი გოგოები. ვიცინი აი სიცილით შევდივარ სახლში. ვიცით რა დამემართა მეთქვი და რა დამემართაო. ლაიკო ლახიო მოვიდა 4 მილიონი წავედი ხიზაბავრაში და არ მეყოლე. თქონი რომ მომეხმარებინათ. რამდენი ზინა ეს გოგო არის ლალიო დელაშის ჩემი მეგობარი რომელსაც ძალიან უყვარვარ ჩემი გულისთვის რა ვიცი. ბილისელი გოილის არ და ხიზაბავრებში მე ვარ. მეუღდება თბილისში ვინა იყიდეო. რა ვინა მეთქვი მე ვიხარი. ვინა ისა შედის ამბობდა ვინა მიყიდეო თბილისშიო და რა ვინა მე ვხარ დავიწყე. 4 მილიონს იგებ ხალიო და ერთი ვინავე. შენ რა ვიყიდე მეო. და მანამდე სამას ხონა მოყოლილი ამას იპოვა 100,000 და თავის საფუძე ვიყიდე ერთი ვინა თბილისში. რა ვიცი და ლამე მე. შეფასა არ მიყიდია. რასაუბრო და რასაუბრო მე ვხარ ვიზა და ბავრაში წავედი. შენ ვიხარიო 4 მილიონი ერთი ვინა. აი ეს იყოს მე ჩემი ხიზაბავრა. ფიქრებითაც 4 მილიონი რომ მოვიგე, მე თუ შენი სახელის ჭირიმე, ხიზაბავრაში წავედი. 1 მილიონიც მომიგე რა. 4 მილიონი არ მეყო საფრთხეში, არ მეყო. ძალიან დიდი გუში დელაპარაკე, ქექიდო მედიჯანაში. მოგიკითხათ ყველა. Egeti servis şemsiyeler, bak,
ცხოვრების ყველაზე მაგარი წესი ჩვენი ბავშვები.
დღევანდელი ჩვენი თავშეყრის მიზეზი იყო მაინდა-მაინც და მოვლენების გაუსაჯის როგორ იქნება. მე ანტიკრიზა შემოთავაზა ჩვენი ლამაზი ქვეყნის საფრთხეებელო მინდა საქართველოს საფრთხეებელო შემოთავაზები. ამ საბერძნეთის ათენიდან ერმინა საბერძნეთი დავუწყო ჩვენ გვაქვს იმხელა თავისუფლება იმხელა ნოსტალგია ვაზირე შესახი ფიქრის რომ ჩვენი ქვეყანა გავლოს საბერძნეთის დამატებით ძმენი და ჩემი ლამაზი საქართველო გავლოს ენა ერთიანი თლიანი და მშვიდობიანი ცოტა არეული გომარება და გამოჯანმრთელება გვანახოს ის სამოქალაქო ომის მომსვლელი თვითონ ჩვენთაგანი ვარ და მოდი ღმერთო უსისხლო უომო გაიყოს ხალხი გასახოთ თავის ჩვენი ლამაზი ქვეყანა
დიდი მადლობა ბევრი ვარ სამები ხიზაბავები ხო ორი შემოგვემარცხნენ კახეთიდან ჩვენი ფესტები გამოეხმა ჩვენ გამოძევათ და ესე ვასერთ გამარჯობა საქართველოს როგორ დამტებით ყველა მოგიყვება საამაყოშვილი ხარ სოფლის და ქვეყნის აგერ ჩვენს ნატოს და ქვეყნის საუბარი ნატო მეც ნატო ვარ გეთქონაშვილი მე ინტერნეტი დაგიტოვე რამდენჯერმე წერილი და ეს არის რა ქვია არჩევია პასუხი ძალიან აღწერილია რა დიდი მადლობა აბა ყოცნით ძალიან კარგი აღშეკრებია მომენტში ვარ საყარელი საფავრაში მარტო ხაზარი რაირა დაელაპარაკეთ ნატალი აბა ხიზაბავიდან უნდა დაგალაპარაკო ჩემს ეს მე ჩაიწერე დროს ამასთან ინტერვიუს აბა გამარჯობა საუბარია გაიცანი ჩვენ ვაკოდეხის რაიონიდან სოფელი ხიზაბავრიდან ნატალი უღმესი მადლობა ამ არტის შემოხმაურების ყოწლით და დიდი მადლობა კიდევ ამ ეს შესანიშნავი წიგნისათვის რომელიც გამოეცი ხიზაბავრაზე და კიდევ ბევრს და მრავალს ელოდება ხიზაბავრელი შენსგან მithom ჩვენთანაც კიდევ ბევრს ელოდებით შენსგან აუცილებლად კიდევ ერთ კარგ წიგნს ყიდდება ქალბატონი ნატალი და ჩვენ ქართველობას პირდები ერთმანეთს მერტმა ბევრი შემოგარდო და კარგად